ყველა კვლევის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობა სარგებლობს გამორჩეული ნდობით საზოგადოების მხრიდან. ჩვენი ამოცანა არის ბუნებრივია ამ ნდობის კიდევ უფრო მეტად გამტკიცება. რა თქმა უნდა, ეს ნდობა არის მერების დამსახურება, საკრებულოს წევრების დამსახურება, ჩვენი ადგილობრივი წარმომადგენლების დამსახურება, ადგილობრივი თვითმმართველობის თითოეული თანამშრომლის დამსახურება და მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო გასული წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი 63 მუნიციპალიტეტის მერს, რომლებიც ემსახურებოდნენ მოსახლეობის ინტერესების დაცვას და პროფესიონალიზმით და კეთილსინდისიერებით აკეთებდნენ საკუთარ საქმეს. ერთადერთი რეალური ამოცანა შეიძლება კონდეს ამა თუ იმ ოპოზიციურ პარტიას, ეს არის დეპუტატის შეყვანა და მაქსიმუმ ფრაქციის შექმნა სხვადასხვა საკრებულოში. ეს არის აბსოლუტურად რეალური სურათი დღევანდელი კვლევებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, მათ არ აქვთ არავითარი შანსი, რომ მოიგონ მერის არჩევნები და კიდევ ერთხელ რაც შეეხება საკრებულოებს, მაქსიმუმ კონკრეტულმა პარტიამ შეიძლება შექმნას ფრაქცია ამა თუ იმ საკრებულოში. ეს არის მაქსიმალური შედეგი, რაც მათ შეიძლება მიიღონ. ეს ყველაფერი არის იმ საბოტაჟის შედეგი, რომელსაც ისინი ახორციელებდნენ საკუთარი სახელმწიფოს და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ.